კახიკალაძის მერობის პირობებში ვნახავთ, რომ ავარიული სახლების გამაგრების ხარჯები წლიდან წლამდე იკლებს. მეტწილად სიმართლე, ასე შეებასა ფაქტმეტრმა ანა გოგოლაძის განცხადება. კახიკალაძის მერად პირველი ვადით არჩევის დროს 2017 წელს ავარიული სახლების გამაგრების ბიუჯეტის გეგმა 17 მილიონი ლარი იყო, ფაქტობრივი შესრულება კი 15 მილიონი. ყოველ მომდევნო წელს, გარდა 2019 და 2022 წლებისა, ბიუჯეტის როგორც გეგმა, ასევე ფაქტობრივი შესრულებაც მცირდებოდა. შესაბამისად, ანა გოგოლაძის განცხადება სიმართლეა. რაც შეეხება უშუალოდ პოლიტიკოსის მიერ დასახელებული წლების მონაცემებს 2020 წელს ავარიული შენობების გამაგრების ბიუჯეტის გეგმა მართლაც 13 მილიონი იყო და 4 წელიწადში შესაბამისად 2024 წელს მართლაც 7 მილიონ ლარამდე შემცირდა. აქედან გამომდინარე განცხადების ეს ნაწილიც სიმართლეს შეესაბამება. თბილისის მერიის მიერ 2022 წელს ამოქმედდა კიდევ ერთი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ავარიული საბჭოთა პერიოდში აშენებული კორპუსების ჩანაცვლება ხორციელდება იმ კორპუსების, რომელთაც ექსპლუატაციის ვადა გაუვიდათ. ოღონდ ამ პროგრამის ფარგლებში კორპუსის მთლიანი ჩანაცვლება ხდება და არა გამაგრება, რეაბილიტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი პროგრამის მიზანი მოსახლეობის უსაფრთხო საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაა და ეს იდენტურია, როგორც აღნიშნეთ, ერთ შემთხვევაში სახლების რეაბილიტაციაზეა საუბარი, ხოლო მეორე შემთხვევაში კორპუსების მთლიანად ჩანაცვლებაზე. ანა გოგოლაძე მხოლოდ სახლების გამაგრებაზე საუბრობს და ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამას არ ეხება. აქედან გამომდინარე, ფაქტმეტრის დასკვნით ანა გოგოლაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე, უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ სტატიაში, გამოიწერეთ ჩვენი არქივი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.